ხო, დე, რა შვები? რა ვშვებით და ახალციხეში ხო ვიყავით ეხლა ჩვენ გაზეთების დასარიგებლად და გზაში ვართ და მოვდივართ. სალამი თორნიკე. დედი, თვითონაც მოგიკითხეს და ეხლა ზუსტად ლაპარაკობდით. პატარა შვილი ყავს და იმ მიზნით გამომიშაო დედაო, წადიო პატიმრებისთვის თუ უნდა და გააკეთოთ საქმეო. 5 წლის ბიჭი ეუბნება თურმე. და შენთვის ამზადებს წერილს. წერილს ამზადებსო თორნიკესთვისო, ყველასთვის თურმე ჯერ სურათს დაათვალიერებსო, რანაირ ხარ ვიზუალურად მოაყოლებს ისტორიას და მერე იმის მიხედვით წერს 5 წლის ბავშვი წერილს. ასე რომ მალე მიიღებ წერილს შიოსკა. რა შვები დე, როგორ ახართ? რა ვიცი, ოილა ძალიან მიყვარხართ. ჩვენს განძრეობა მალე გვენახა. ხო. მადლობა ყველაფრისთვის. მოკლედ ძალიან კარგი თოკო, ძალიან კარგი განწყობა არის დედი და ისა. რა ვიცი, რო შეეკითხო, всё, ჩვენ ვართ გამარჯვებულები რა, ასე რომ ხნეთი ხავით. აჰა, საერთო წერილი. ხო. იმდენი არიან ყველასოთ ნორმალურად საჭირო არ მეგობრებო. ხო. კაი დედი, საერთო წერილი დაწერე და მე გაახმოვანებენ. ხო. კაი, სხვა რა ვიცი, მგონი არა მე გამახსენდება ხოლმე რაღაცეები, მაგრამ ისა ეს სათქმელი კი გითხარ. არა დედი, არა, აკრძალეს დე. არა, ყველანაირი ავკრძალე თუ, იმიტომ რომ ჯავახიშვილთან ვიყავი პარასკევს, მაიკები უნდა წავამეღო 16 მაიკა, ხო, დედი თეთრები შემოუგზანი, აქ იყიდებაო, მაგრამ ფერაც თურმე არ ყიდია და თეთრები შემოუგზანი მაისურები და 16 უნდა წამომეღო და არ გამომატანეს, არაფერი არ გამოუგზანიაო და სინამდვილეში კაროჩე არ გამომატანეს მოტეხეს რა თვითონ. ჯავახიშვილმა გუშინ დამირეკა და მითხრა 16 მაიკა შენთან იყოს მარიზდეიდაო და რას ნახავ, არ მომცეს მეთქი, მე ვთხარი, აი ხედავ შენო, ისე გაბრაზებული ვარ იმათზე, რომ ხვალ უნდა უსაყვედურო, რომ რას ქვია გამოგზანა და რატო არ მომეცით მეთქი. ერთი რამე შეტყობინება ან მესიჯი ხო არა ხალხისთვის ან ხალხისთვისო ჟურნალისტი გეკითხება რამე შეტყობინება ან მესიჯი ხო არა გაქო? ხო, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა სოფლებს. მადლობა თქვენ ჩვენს მაგივრათაც რომ მადლობთ. ბიჭებს მოკითხვა გადაეციდე და ჩვენგან ყველასგან. იქიდანაც გადმოგწეს სანამ გამოვიდოდე მოკლედ. ხო, და ისა, მოკლედ ერთი სიტყვით ხვალე მაინც მეთქი